გინდათ ბავშვობის გემოთი კრემბრულე მოამზადოთ ნაყინი, აი უნანზესი პირშიდნება, აი დაგაბრუნებთ ბავშვობაში, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, გამოდის ამ რეცეპტიდან, გამოგივათ 9 ცალი ნაყინი. მიყვარხართ ძალიან. მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო, ეხლა უნდა მოგიმზადოთ ნაყინი კრემბრულე, აი ბავშვობის გემოთი. აი ეს არის 33%-იანი არის ნაღები, ამიტომ, როდესაც ნაღები არ არის ძალიან ცხიმენი, შეიძლება თხელი გამოვიდეს და მე გასწავლით რა უნდა გავაკეთოთ, რომ ნაღები იყოს ძალიან სქელი და აი ნაყინის სტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის აი აგერ მაქვს კრემყველი, ყველგან იყიდება და ნუ ისეთი სასწაული ფასი არღებს როგორც ნაღები და აი ამ ვარიანტებს რო შენ ვანილი და შედედებული რძე, მოხარშული რა თქმა უნდა. აი ამას რო შევაერთებ, ახლა გაჩვენებთ როგორ ნაყინს მოვამზადებთ. ახლა ნელი ბრუნვით უნდა ავთქვიფო ჯერ ნაღები. შეურიე კრემყველი და გამოვიდა უკვე გასამაგდა მასა და ახლა კოვზობით შეურევ აი ამ შედედებულ რძეს, ნახეთ მოხარშულს ოღონდ. არა, აი ნახეთ როგორი სქელი მასა გამოვიდა. აი გაუკეთე უკვე ეს მოხარშულის შედედებული რძე და ეხა გადავიტან აი ჭიქებში, აი ნამდვილი ბავშვობა, აი ამაზე გემრიელ ნაყინს ვერსად ვერ შეჭამთ. და ესეც გამზადებული უკვე ნახეთ, აი ვერ გეტყვით როგორია, აი ნამდვილი ბავშვობა, ეს არის ნაყინის ნაყინი, ზუსტ რეცეპტს დავდებ, ეხა გავაცებ და 2 საათში უკვე უგემრიელესი ნაყინი მექნება, კრემბრულესი, რაღაცა აი პირშიდნება. აი ეს მინდოდა მეჩვენებინა.